მოგესალმებით ცისარკის პოდკასტიდან. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემებს უნდა შევეხოთ. ეს არის ჩვენს შინაგან სამყაროზე, ჩვენს განვითარებაზე და ძალიან საინტერესო თემებს შევეხებით, რადგან თქვენ შეძლოთ საკუთარ თავთან მუშაობა, საკუთარ თავის განვითარება და ასევე სწორი პასუხები მიიღოთ სწორი დასმული კითხვებით. ჩვენი გადაცემის სპონსორია მაღაზია თილისმან, რომელიც მდებარეობს ირაკლი აბაშიძის 62 ნომერში და თქვენ იქ ენერგეტიკულად ძალიან საინტერესო ნივთებს შეიძენთ. ჩვენი სტუმარია პროფესიონალი კოუჩი და პიროვნული განვითარების მენტორი გვანცა ბარაბაძე. მოგესალმებით. სალამი. მიხარია შენთან ერთად ყოფნა ამ სივრცეში. თან სახელი გაქვს ძალიან საინტერესო შენ პოდკასტს და ისეთ წარდგენაც ისეთი გააკეთე განვითარებაზე, ჩვენ შიგნით საკუთარი თავის გაცნობაზე და ყოველთვის ძალიან საინტერესო არის ხოლმე ამ თემებზე საუბარი და მადლობა რომ შენთან ერთად ვარ. მიხარია გვანცა, ძალიან ველოდებოდი ჩვენ შეხვედრას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და ძალიან საჭირო არის სწორად გაიგონ ადამიანებმა და ვისგან გაიგებენ, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გელოდებოდი დღეს სულ მოუთმელად რომ ჩაგვეწერა და ადამიანებმა შეძლონ სანამ დაგიკავშირდებიან ან სანამ მოუნდებათ რაღაცა დიდი ცვლილებების მიღება, დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა პატარ-პატარა ცვლილებებით. მე დღეს მინდა ვისაუბროთ ჩვენ ტრანსფორმაციაზე. თვითონ მე პირადად ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ტრანსფორმაცია. მაგალითად, ჩემს საქმიანობაში ადამიანები ტრანსფორმაციას იწყებენ ხოლმე, ძირითადად უნდათ რომ რაღაცა შეცვალონ, გარემოს შეცვალონ. რა თქმა უნდა, ესეც აუცილებელი არის, გარემო ჩვენზე ძალიან მოქმედებს. მაგრამ ყოველთვის ვიძახი, რომ ჩვენ შიგნიდანაც უნდა ვიმუშაოთ. და ზუსტად ამაზე ვისაუბროთ ჩვენ შინაგან ტრანსფორმაციაზე და როგორ უნდა დავიწყოთ, რას გავყვეთ და რას მოусმინოთ. ტრანსფორმაცია ძალიან ისეთი დიდი თემაა ერთი და ცოტა როგორი გაცვდა კიდევაც თითქოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს საუბრობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება მაინც ბუნდოვანია რას ნიშნავს, რას გულისხმობთ და არა და ადამიანები როცა რაღაცა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, ხო, ჩვენ გვინდა გარკვეული შედეგი მივიღოთ, ან რაღაც სასურველი მდგომარეობა მინდა მივიღო, ან ცუდად ვგრძნობ თავს და ესე აღარ მინდა რომ ვიყო და ტრანსფორმაციაში ამ შემთხვევაში ზუსტად აი შეიძლება ვიგულისხმოთ ის გზა, რაც უნდა გაიარო იმისთვის, რომ ან სასურველ მდგომარეობაში მოხვდე, ან ის რაც არ მოგწონს ამისგან გათავისუფლდე და აი ძალიან საინტერესო არის, როცა ჩვენ რაღაცა როცა არ მოგწონს ხოლმე ან გაუმჯობესება გვინდა, ხო? ყურადღება ხშირად გადადის ხოლმე გარეთ. მინდა შევცვალო თუნდაც სხვა ადამიანების დამოკიდებულება ჩემდამე, მინდა შევცვალო სამსახური, მინდა შევცვალო რაღაც სიტუაცია, მაგრამ აი ეს რომ შიგნით შევატრიალო და ჩავიხედო, აი ცოტათი რთული ამბავია ხოლმე და რეალურად შინაგან ტრანსფორმაციაზე როცა ვსაუბრობთ სულ მახსენდება და ხშირად მახსენდება ეს მეტაფორა. მიქელანჯელოს რო კითხეს რა, როგორ შექმენი, პიეტას ქანდაკებაზე კითხეს, როგორ შექმენით ესეთი გენიალური ფიგურა. და თუ გინახავთ ეს ქანდაკება, გინდა რეალურად ან გამოსახულებით, ხო, ანუ აღფრთოვანება რო არ გამოიწვიოს, წარმოუდგენელია იმდენად ეს დეტალების დონეზე არის გაკეთებული, ხო, ეს ქანდაკება და ესეთი მარტივი და თან ძალიან საინტერესო პასუხი გასცა, რომ ზედმეტი მოვაშორეო. ანუ მარმარილოს ქვაში არსებობს უკვე ის ფიგურა და ტრანსფორმაცია ამ კონტექსტში ნიშნავს ზედმეტის მოშორებას. ანუ ჩვენში არის არსი, შინაგანი ძალა, პოტენციალი, ხო, სხვადასხვა რაღაც შეიძლება რომ დავარქვათ, მისწრაფება, ის რაც გარეთ გამოვლენას ელოდება და ითხოვს, მაგრამ ასევე არსებობს, აი როგორც მარმარილო რო წარმოვიდგინოთ, ძალიან ბევრი გამოცდილებები, რომელშიც მე ეს ყველაფერი იხვევა და იმალება, ესე ვთქვათ და ჩვენს ნამდვილ არსთან დაკავშირება რო შევძლოთ, თავარი სამუშაო ტრანსფორმაციის პროცესში არის არა რაიმე ცვლილება, არამედ რეალურად ზედმეტი რაღაცების მოშორება.
და როგორც მარმარილოს გათლა მოითხოვს აღებას შესაბამისი ინსტრუმენტების გარკვეული სამუშაოს ჩატარებას თან არასასიამოვნო სამუშაოს, ხო, იმიტომ რაღაც ის მოხლიბვა, გათავისუფლება არ არის კომფორტული პროცესი, იგივე არის ტრანსფორმაციის შემთხვევაშიც და მაგიტომ არის ხშირად რომ ვარიდებთ თავს, ხო? ანუ ნაცვლად იმისა, რომ ეხლა ეს სამუშაო ჩავატარო, ავიღო ინსტრუმენტები და დავიწყო ჩემი თავის გამოთლა მარტივად რო ვთქვა, ყურადღება უფრო გარეთ გადადის ხოლმე ამიტომ. რომ ტკივილის გავლა არ უნდა საერთოდ ჩვენს ქვეცნობიერს ავარაუდოთ და ეს არის. კი, ტკივილის უფრო ურჩევნია იყოს უსაფრთხოდ, იყოს კომფორტულად, იმიტომ რომ ჩვენი გონების მთავარი ამოცანა და ფუნქცია ეს არის, ხო, რომ უსაფრთხოდ გამყოფოს. ამიტომ უსაფრთხოდ ყოფნა შეიძლება ისეთ სიტუაციაში, სადაც ბედნიერი არ ხარ. ხო, სადაც კარგად არ ხარ, სადაც არ ხარ რეალიზებული, მაგრამ უსაფრთხოდ ხარ და აპრიორიტეტებს ბუნებრივად ესეთ მდგომარეობას და ის, რომ შენი თავის გამოვლენა დაიწყო, ეს არის მოგზაურობა, შინაგანი მოგზაურობა, რომელიც სავსე არის სხვადასხვა წინააღმდეგობებით, შიშებით, ბევრი ახალი ინფორმაციით, რომელიც ჩვენი გონებისთვის მაინც და მაინც არ არის ხოლმე სასურველი მდგომარეობა. ამიტომ აი ტრანსფორმაციის პროცესიც რო დავიწყოთ, არის გარკვეული ელემენტები, რასთანაც უნდა ვიმეგობრო. ხო, ანუ უსაფრთხოებას რო გავეშვა და რა არის ერთ-ერთი პირველი ელემენტი? არის ზუსტად ის, რომ გაურკვევლობასთან, სიახლესთან უნდა ვიყო მიმღებლობაში, იმიტომ რომ ყოველთვის ეს პროცესი არის დაკავშირებული რაღაც გაურკვევლობასთან. მაგით არ უნდა twins ურჩევნია იქ იყოს, რასაც შეეჩვია. ვიდრე აი იმ გაურკვევლობის მორევში შევიდეს სამაგიეროდ გააცნობიეროს რაღაცები, გათავისუფლდეს, ახალი აღმოაჩინოს, მაგრამ ეგ არის გაურკვეველი. გაურკვევლობა ნიშნავს ავტომატურად საშიშს, იმიტომ რომ არ ვიცი იქ რა მოხდება, ყველაფერს ვერ ვაანალიზებ თავიდან, ამიტომ გონება გვტოვებს ხოლმე აი აქ ისევ ეგრეთ წოდებულ კომფორტის ზონაში. და როგორც კი ვიწყებთ მეგობრობას ვეძახი მაგას, გაურკვევლობასთან, იმასთან, რომ რაღაცები ყოველთვის არ ვიცი. ეს მაძლევს ძალას, რომ გავაგრძელო ის მოგზაურობა, რასაც ქვია ხოლმე შინაგანი განახლება და ტრანსფორმაცია. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან უჭირს გონებას მიჯაჭულობის გამო რაღაცებს ებრძოლოს და დაიწყოს შინაგანი ტრანსფორმაცია. მიჯაჭულობა შეიძლება იყოს პიროვნების, საქმიანობის და ზუსტად ესეთი რაღაცები ძალიან გვიშლის ხელს. მაინც რა არის პირველი ეტაპი იმის გარდა, რომ აი თქვათ გადაწყვიტა და უნდა რაღაც ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს, ადამიანი გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა შევცვალო ჩემს თავში. ის ვიცით, რომ მარტო გარემო არ გვიშველის, შინაგანი მუშაობა გვინდა. რა კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს და რა მიმართულებით ჯობია, რომ წაიყვანოს ეს ყველაფერი. უნდა იპოვოს თუ არა მან თავის თავში ის მიჯაჭულობა, ის შიშები და ისწავლოს თუ არა გაშვება. პირველი ნაბიჯი ცვლილებების გზაზე არის გადაწყვეტილების მიღება, ოღონდ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და რას გულისხმობ ამაში. ზოგადად ჩვენ ვიცვლებით ორ შემთხვევაში. ერთი ძალიან მოგინდა რაღაც, აი უყურე ადამიანს, რომელიც შთაგაგონებს მაგალითად. შეიძლება რაღაც ფილმი ნახე, ან ვიღაცა შეხვდი, არ აქვს მნიშვნელობა და მოგინდა რაღაცა რომ გააკეთო, შეცვალო. ძალიან დიდი სურვილი გაგიჩნდა. რაღაც მიმართულებით შეიძლება იყოს პიროვნულად, პროფესიულად, შეიძლება ურთიერთობებში. ხო, ისეთი მდგომარეობა გინდა, ისეთი სიმშვიდე გინდა, ისეთი სიუხვე გინდა და ასე შემდეგ. ანუ სურვილი გაჩნდა. ეს ერთი, მაგრამ მეორე ცვლილება გვინდება ხოლმე მაშინ, როცა აღარ შეგიძლია გაუძლო იმ მდგომარეობას, რაშიც ხარ, ითმინე და უკვე ეს ყელში ამოგივიდა, აღარ არის შენთვის ასატანის მდგომარეობა და ესეც გვაიძულებს ხოლმე, რომ შევიცვალოთ. ეხლა ხშირ შემთხვევაში ხვდები ხო ადამიანების უმრავლესობა როგორ იცვლება. ძალიან ცოტა პროცენტი არის სამწუხაროდ, ვინც სურვილით, მისწრაფებით იწყებს ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ როგორი რაღაცა არიცი, რომ სურვილი მისწრაფება არის ჩვენი სულიერი არსობრივი მახასიათებელი. ეს ყველა ადამიანში არის ჩადებული, რომ გინდა გამოვლინდე, გინდა გაფართოვდე, გინდა ახალი გამოცდილება მიიღო, მაგრამ აი ისე ის ქანდაკება რო ვახსენეთ, წარსული გამოცდილებებით ეს ხო ძალიან იკუმშება და ყველა ჩვენი გზა გვაქვს გავლილი და ეს მისწრაფება შინაგანი რომ რაღაცა ახალი გააკეთო. ძალიან ხშირად იწევს ხოლმე და ისე ძალიან აღარ ისმის. ამიტომ ვიწყებ მოთმენას, ადაპტირებას, მორგებას, მაგრამ ესეც სადღაც
უტანელი ხდება და მე რაღაც მიბიძგებს ხოლმე რომ დავიწყო მოძრაობა. და ის რომ გადავწყვიტე მომინდა, სურვილი გამიჩნდა, ეს არის პირველი ნაბიჯი და ამას დამატებული მოქმედება არის მეორე, რაც ქმნის გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას. ანუ განზრახვა არის სურვილის და მოქმედების ჯამი. მხოლოდ სურვილი არაფერს არ შვება და პირველ ეტაპზე იქ არის ხოლმე ზუსტად გადასამოწმებელი, რომ კი ვიძახი რაღაცას, მაგრამ მინდა რომ ეს რაღაც სინამდვილეს ჩემს ცხოვრებაში და რა იგულისხმება, ნახე, ერთი არის რომ შენ ამ რაღაცა კონკრეტული მიმართულება, სურვილი გაგიჩნდა, იმპულსი გაგიჩნდა. რამდენად მზად ხარ, რომ ფასი გადაიხადო, ანუ დათმო ის, რაც დასათმობია, გაუშვა ის, რაც გასაშვებია. კი მინდა ეხლა ჯამრთელად გამოვიყურებოდე და ეს ჯანსაღს ხეულში ვიყო და ეს ფიზიკურად რომ ჩავიხედავ სარკეში, მომწონდეს ეს კუნთები გამოყვანილი იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ მაცივარში რომ ტკბილეული მელოდება, მზად ვარ რომ ამაზე უარი ვთქვა. აი ძალიან ხშირად ან სურვილი არ არის იმდენად ძლიერი, ან ეს უფრო სასიამოვნო არის, ამიტომ ამის გააზრება არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კი ვთქვი, მაგრამ მართლა არის ის, რაც რეალურად მინდა და ნამდვილად თუ არ მზად, რომ უარი უთხრა იმ რაღაცებს, რაზეც უარი არის სათქმელი. ეს ერთი და მეორე ნაბიჯების გადადგმა, ნებისმიერი სურვილი საჭიროებს მაშინვე მოქმედებას. თუ მოქმედებას არ ვიწყებთ, აი 24 საათში თუ არაფერი არ გააკეთე შენ სურვილთან მიმართებით, რაც არ უნდა დიდი мотиваცია გქონდეს, რაც არ უნდა ამან აგანთოს, როგორც წესი ის ენერგია ისევ დაბლა იწყებს ჩამოსვლას. მოქმედება არის, რაც ეხმარება, ის საწვავივით არის. გაგიჩნდა სურვილი, გააკეთე 24 საათში რაღაც მოქმედება გადადგი, ვსე უკვე დაიწყო მოგზაურობა, გზაზე დადექი. მერე უკვე რა გააკეთო, შემდეგი ეტაპი არის, მაგრამ აი პირველი მოძრაობა რომ დაიწყოს, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი არის და პირველი ეტაპის დაწყება არის ყოველთვის რთული, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენს გონებას უნდა ერთი არის და მერე სულ ეცვლება რაღაცა შეხედულებები, შიშები, მით უმეტეს, რომ ეს გადადგმული ნაბიჯები ძალიან ისეთი არის. ამიტომ არის სწორი გზის მიმართულების არჩევა და სწორი ადამიანის პოვნა, ესე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებაში დაგვეხმარონ. ამიტომ ხო იცი რა ხდება საინტერესო, მანდ შენ როცა ხარ მზად ამ მოგზაურობისთვის, ალბათ ამ მეთანხმები ამ მიმართულებით ხარ, შენც აქტიური, ხო? გამოჩნდება ეს ადამიანი აუცილებლად, რომელიც აი მენტორის როლს შეასრულებს თუ სხვადასხვა დამხმარე პროფესიის წარმომადგენელი იქნება, კოუჩი, თერაპევტი თუ ასე შემდეგ. მე როცა გამიჩნდა შინაგანი დაკვეთა მზაობა, რომ ეს მოგზაურობა დავიწყო, ხო? მე ადამიანები გამოჩნდებიან ხოლმე, ვინც ამ გზაზე მეხმარება. უბრალოდ ამასაც მე ნიჭი ჭირდება, რომ შეამჩნიო. ნახეთ, მე მქონია შემთხვევა, რომ მე არიან მოდებული. და უფრო არეულები მინახავს ადამიანები, რომ იქ იყვნენ, აქ იყვნენ, იქ იყვნენ და ვერ დაალაგეს. ჯერ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ტრანსფორმაციის და ცვლილებები როცა გვინდა, ეს ერთჯერადად არ ხდება. ამას ხანგრძლივი პროცესი არის, რომელსაც უნდა მივეჩვიოთ და ამ მიჩვევას მე ისე სწრაფად გადის ის დრო, რომ ხვდებით, რომ საკმაოდ დიდი დრო დაუთმეთ, მაგრამ სწრაფად გავიდა. ეს ნების ყოფაზეც არის ძალიან დამოკიდებული. უბრალოდ არ უნდა დავიკარგოთ კიდევ ამის ძიებაში ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ედება ადამიანის გონებას, სწრაფ დახმარებას ეძებს. ძალიან კარგი რაღაც თქვი, იმიტომ რომ რეალურად ალბათ 15 წელზე მეტია ამ მიმართულებით ვარ აქტიური და აი რომ მკითხო რა არის ის, რაც ადამიანებს აბრკოლებს ძირითადად იმაში, რომ ის შედეგები დადონ, ტრანსფორმირდნენ, თუ ეს გზა გაიარონ, დავა ერთ რაღაცამდე და ეს არის მოქმედება. ანუ მოქმედებაში გადაყვანა იმ რაღაცის, რაც უკვე გავიგე ჩემს თავზე. და ესეც ერთი ცდუნებაა ხოლმე ხაფანგი. რომ მოდი კიდე აბა ერთ კურს გავივლი, მოდი ამასაც ვკითხავ, აბა იმასაც გავაკეთებ, ამასაც გავაკეთებ, ყველაფერი გაიგე უკვე, რისი გაგებად შეგეძლო, მაგრამ მოქმედებას მაინც არ იწყებ. ანუ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, რომ ის სამუშაო ჩავატაროთ. ხო, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა მარტო განვითარება ხო არ არის? კი გვაქვს ეს სულიერი მისწრაფება, იმიტომ რომ არის ჩვენში ეს იმპულსი, მაგრამ ასევე ვართ ფიზიკურ რეალობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური კანონებითაც უნდა ვიმუშაოთ და აქ მთავარი არის მოქმედება, რას აკეთებ ამისთვის. მე თუ უბრალოდ ეხლა დავჯექი,
წარმოვიდგინე, ვიზუალიზაცია გავაკეთე ჩემი სასურველი მომავლის, მე ავდექი და არაფერი არ ვქენი ამასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ის შედეგები არ მოვა ჩემს ცხოვრებაში. მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ ეგ არის ზუსტად კიდე ერთ-ერთი საკითხი, გავარკვიო რა არის ის, რაც ხელს მიშლის მოქმედებაში, ხო? შეიძლება ეს ჩემი შინაგანი წინააღმდეგობები არის, შეიძლება შიშები არის, შეიძლება სადღაც დაურწმუნებლობა არის, შეიძლება სხვადასხვა დაჯერებები, პროგრამები არის, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, გონებით კი გადავწყვიტე რაღაც, მაგრამ შინაგანად დაჯერება მაქვს, რომ ეგ რაღაც სარგებელს არ მომიტანს, იმიტომ რომ აი იმ პარადიგმით ვარ გაზრდილი, ხო? ან ამ გამოცდილებით. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი ზუსტად ეგ არის, რომ გაარკვიო რა გიშლის ხელს იყო მოქმედებაში და საბოლოო ჯამში დაიწყო ნაბიჯების გადადგმა იქით, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. სხვანაირად ის შედეგები უბრალოდ არ მოდის. ანუ მარტო გონებრივი გააზრება ან ცოდნა რაღაცის შედეგს სამწუხაროდ არ დებს. გარემო როგორ მუშაობს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხშირად გარემოც არის და უბიძგებს ადამიანს გარემოს ცვლილებებს, რომ ის შედეგები დადოს. აი გარემოზე, იმიტომ რომ ეს ჩემი თემაც არის და აი გარემო როგორ მუშაობს ჩვენზე. აი თუნდაც ვთქვათ, ვიცი რომ ლილას თემებსაც შევეხებით და აი ლილას საჩატარდება და რა გარემოში იქნება. ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს და ასევე ტრანსფორმაციის თემებიც გარემოზეც ძალიან მოქმედებს. ჩვენი გარემოზე, აი ცვლილებები როგორ? ზოგჯერ რთულია და ხე არის ისეთი სიტუაცია, რომ გარემოს ვერ ცვლის ადამიანი. აი აქ ხდება ერთი საინტერესო რაღაც. ხო, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი არ მომწონს, მაგალითად შეიძლება არ მომწონდეს. აღმოვაჩინო ის ურთიერთობები რაშიც ვარ, ადამიანები ჩემს ირგვლივ ვინც არიან და მარტივი ტესტი არსებობს, ხო მაგის, აი თუნდაც რომ დაფიქრდე 5 ადამიანი, ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებ. კოლეგები, ოჯახის წევრები, ასე რომ გადავხედოთ და 5 ადამიანი. აი 5-ზე გაყავი და ეგ ხარ შენ. ეხლა ეს შეიძლება მომეწონოს, შეიძლება არ მომეწონოს, იმიტომ რომ აღმოვაჩინე, რომ კი ეხლა ამ კოლეგებთან მაქვს შეხება, ან ოჯახში ისეთი ურთიერთობებში ვარ, რომელიც მაინც მე რა შუაში, მე უფრო კარგად აღვიქვავ ჩემ თავს და თითქოს ამ გარემოცვა შეიძლება ცოტა სხვანაირად უყურებდე. მაგრამ სინამდვილეში ის გარემო, რაშიც იმყოფები, არის ზუსტად შენი ანარეკლი. ხო, ანუ თუნდაც ის ურთიერთობები, რომელიც არ მომწონს და არ მემსახურება, რაღაც ასპექტ შინაგანად მირეკლავს, ის ადამიანი არ იქნებოდა ჩემ რეალობაში. და ეგეც ერთ-ერთი ცდუნებაა ხოლმე, რომ აი, არ ვიცი, ურთიერთობები შეცვლა მინდა პირობითად და პარტნიორის ბრალია ყველაფერი. ან შვილთან ურთიერთობა, შვილები არიან ხოლმე რაღაცნაირები, უფროსები არიან რაღაცნაირები, კოლეგები და ასე შემდეგ და იმის ნაცვლად რომ შემოვატრიალო და ჩავიხედა რომ რა ხდება ეხლა ჩემში რომ აი ეს დინამიკა, ეს ურთიერთობა არის ჩემს რეალობაში. ტრანსფორმაცია რეალურად იწყება მაქედან. იმიტომ რომ ამ ნაწილებს რო აღმოაჩენ ამ რაღაცისგან როცა იწყებ გათავისუფლებას და ეს რაღაც შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რამ. წარმოდგენა შენს თავზე, შიშები, რაღაც მოდელები, პროგრამები და ასე შემდეგ, ხო? ამის დამუშავებას რო იწყებ და რო ცვლი, გარემო პასუხობს იმით, რომ იცვლება. მერე გააქვს უკვე რესურსი, თუ ეს გარემო მიხვდი, რომ არ გემსახურება, იმიტომ რომ ხელს გიშლი შეიძლება მიხვდე, რომ ტოქსიკურ სიტუაციაში ხარ, გასაღებს, რომ გახსნი და დაინახავ, რატომ მოხვდი ამ მოცემულობაში, გააქვს მერე რესურსი, რომ ეს რაღაცები შეცვალო. მაგრამ თუ ცალსახად გაშორდები, იგივე კინოში მოხვდები ცოტა ხნის მერე, მაგალითად სამსახური რო არ მოგწონს და რო წამოხვედი იმ სამსახურიდან მეორე სამსახურში რომ მიხვალ ზუსტად იგივე დინამიკაში აღმოჩნდები. ანუ არეში შეიძლება, ხო, მე მახსოვს რამდენიმე თვის წინ მქონდა ეგეთი ზარი ერთმა ქალბატონმა დამირეკა მესენჯერით და მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ აი ისო გისმენდითო და ერთ რაღაცას მივხვდიო, რომ მესამე სამსახურში ვარ უკვე. და სულ იგივე ურთიერთობები მაქვს სამივე სამსახურშიო და მე მგონიო ჩემში არისო პრობლემაო და რა გავაკეთო მითხარიო. იმიტომ რომ აქამდე სულ მეგონაო რომ რაღაცა ისეთ კომპანიებში ვხვდებოდიო რომ ხო იქ ჩვენთვის უყვარს დაბრალება, მოდივად მართალი გამოიყვანოს საკუთარი თავი. კი, ამიტომ ამის გააზრებაც ნახეთ ძალიან დიდ შემოქმედებით ენერგიას მოითხოვს. ანუ რამდენად მაგარი უნდა იყო წარმოიდგინე, რომ იმ მოცემულობაში რაშიც ხარ, შენი გავლენით ხდება ეს ყველაფერი, ხო?
მსხვერპლის ცნობიერებას რო ვეძახით, ხო? მსხვერპლის ცნობიერებაში როცა ვარ, ამას არც უშვებ, კაცო, მე რა შუაში ვარ. მე ჩემს ცხოვრებას ხო გავლენა არ მაქვს. ესე რო ვარ, იმიტომ არის რომ ცხოვრება მემართება, იმიტომ რომ სხვა ადამიანები ვერ მხედავენ, ცუდად მეკცევიან და ასე შემდგომ. პასიური ვარ თითქოს და რეალურად როცა იწყებ, აი უკვე სხვა ცნობიერებიდან შეხედვას, ანუ რა ხდება ახლა ჩემში ისეთი, რომ ეს ადამიანი თუნდაც ესე იქცევა ჩემთან მიმართებით. აი აქ უკვე შედიხარ მეორე მდგომარეობაში, რომელსაც შემოქმედის მდგომარეობას ვეძახით, ხო? მსხვერპლიდან კი აღარ უყურებ, არამედ იწყებ გააზრებას, რომ იქნებ ჩემში არის რაღაც. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ასევე გეხმარება დაიწყო დანახვა. შენი შინაგანი სამყაროსი ხვდები, რომ გარეთ რასაც უყურებ, შენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია და ამაზე მაქვს გავლენა და იქით შენ რო ცუდად იქცევი, ამაზე ხო არ მაქვს გავლენა. და ამიტომ სადაც გავლენა მაქვს, ჩემი გავლენის ზონაში ვიწყებ შესვლას და ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს. რამდენადაც თავიდან იმედგამაცრუებელი არის ცოტათი, იმიტომ რომ უფრო ადვილია, ხო, ეხლა რო ვიწუწუნე და სხვას რო დავაბრალე, როგორ ვერ დამინახეს, როგორ ვერ დამაფასეს, როგორი უსამართლო არის ეს ცხოვრებასაც შეიძლება რომ დავაბრალო, ხო? ამის მაგიურად, როცა ვიწყებ საკუთარ თავთან აღიარებას, პირველი ეტაპი არის ყოველთვის ისეთი რა, იმედგამაცრუებელი არის, იმიტომ რომ მოქმედებაში შეკავ. ეს გაიძულებს, რომ დაიწყო დაკვირვება შენ თავზე. ტვინს ხო არ მოწონს, ის უფრო ადვილი იყო. მაგრამ შემდეგ რაც მოყვება, არის შენ საკუთარ ძალასთან დაკავშირება, იმიტომ რომ ეს ამ პროცესს მიყავ ხარ აუცილებლად შენ შინაგან ძალასთან. შეიძლება გაექცე გარემოს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გაექცევი. ეს არის ზუსტად ეგ, რომ ეს რამდენიმე წამი რო არის ძილის წინ, ჩვენი თავი ყველამ რო ვიცით. იქ ხო ვერავი, ანუ საკუთარ თავს იქ ხო ვეღარ ატყუებ. შეიძლება მთელი დღე მოატყუო, რომ სუსტი ხარ, რომ არ შეგიძლია, რომ არ გამოგივა, მაგრამ აი ეს რამდენიმე წამი ხო იცი, რომ სინამდვილეში შეგეძლო და რაღაცებზე უარი არ თქვი, იმიტომ რომ რაღაცები არ გაბედე, იმიტომ რომ სადღაც შიშმა გაჯობა გამბედაობის მაგივრად და აქ შინაგანად იცი ეს ყველაფერი და მე ეგ იწევს ხოლმე, ამიტომ ძალიან დიდ უკმაყოფილებას და რაც უფრო ადრე გავბედავთ ამ კითხვების დასმას, იმედგაცრუებაც შემცირდება. მაგალითად აი წყვილის ტრანსფორმაცია, თქვა, ორ ადამიანში, როდესაც ხდება. ორივემ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და ცალ-ცალკე. აი მსგავს თემებზე ეს არის ერთ-ერთი ესეთი კითხვები, რომელსაც ძალიან ხშირად ვსვამენ, რომ სულ აინტერესებს, რომ აი როგორ უნდა დაიწყოს წყვილმა. გავიგეთ, რომ ერთი ადამიანი ესე იწყებს და წყვილის შემთხვევაშიც იგივე მეთოდით უნდა გაყვნენ ამ გზას თუ არის კიდევ რამე დამატებითი ბერკეტები, რითაც შეიძლება აი ხელმძღვანელონ. არც ერთი ურთიერთობა არ იქმნება შემთხვევით, ხო, რაღაც დინამიკას აჩვენებს. და მით უმეტეს პარტნიორული ურთიერთობა არის ყოველთვის სივრცე შენი პიროვნული განვითარებისთვის. აქ მთელი ხელოვნება ალბათ იმაშია, რომ ამას შეხედო როგორც განვითარების სივრცეს და ურთიერთობებში ხო ჩვენ სხვადასხვა სიხშირეზე გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი, ხო, გვაქვს ფიზიკური კონტაქტი, გვაქვს სულიერი კონტაქტი, გვაქვს ემოციური კავშირი ერთმანეთთან და გაკვეთილებიც შესაბამისად შეიძლება იყოს ძალიან სიღრმისეული იმ კონკრეტულ ადამიანთან. ან შეიძლება ძალიან ზედაპირული. როგორც წესი, იმიტომ რომ ერთმანეთს შევხვდით, რაღაცატო შევხვდით, ხო, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, ვისთან შვილი გყავს, საერთო აუცილებლად, რაც არ უნდა რთული ურთიერთობა იყოს და გამოწვევებით სავსე, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ კავშირი არსებობს და არის ძალიან დიდი ზრდის ზონა, როგორც პიროვნული, ისე სულიერი. უბრალოდ განვითარებას ახასიათებს ერთი რამ ნებელობითი პროცესი არის, სამწუხაროდ ვერავის ვერ დავაძალებთ, ხო? იყოს ნება შენი და მე თუ არ მინდა, ამას არ გავაკეთებ. ვიღაცას მეტი დრო ჭირდება, ან ძალიან რო ეტკინოს, როგორც თქვით, ან ძალიან რო მოუნდეს რაღაცის გაკეთება. ამიტომ თუ აღმოვაჩინე, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში მე ვარ ის პარტნიორი, რომელიც დაადგა ამ გზას და ეს ჩემი პარტნიორი არაფრით არ მომყვება ამ პროცესში, იმიტომ რომ თავისი კინო აქვს და ჩემი ინტერესში არის, ხო, რომ ის ადამიანი ჩემთან ერთად იყოს, საუკეთესო რაც შემიძლია გავაკეთო არის მაგალითი ვიყო. მაგალითი ვიყო იმ ადამიანის. და აქაც გვიჩნდება ხოლმე როგორი სურვილი, იცი, რომ აი
მე როგორი განვითარებული ვარ და შენ რა დაგემართაც დომინაციას ვიწყებთ ხოლმე ფარულად და სინამდვილეში ეს პროცესი არ ეხმარება, იმიტომ რომ როგორც კი დავიწყე უპირატესობის დამტკიცება, მეორე ადამიანიც შენი პარტნიორი ამ დროს დაიწყებს თავდაცვას აუცილებლად და იმ თავდაცვის სტრატეგიით რაც მას აქვს, შეიძლება ეს იყოს აგრესიული, შეიძლება იყოს პირიქით გაქცევა, შეიძლება იყოს გაშეშება, ვერაფერიც ვერ გააკეთოს. ამიტომ მიზანი არის რომ ის ადამიანი თავად უნდა მომწიფდეს ამისთვის. შენ რა შეგიძლია გააკეთო როგორც პარტნიორმა, რომელიც ჩაერთო ამ გზაზე, არის შენ თავზე იმუშაო იმდენად, რომ მაგალითი გახდე, რომ გიყურებ, მინდა მეც რომ ესეთი მშვიდი ვიყო, ესეთი ლაღი ვიყო, ესეთი ბედი მინდა და რას აკეთებ, მითხარი რომ მეც გავაკეთო. და მეორე თემა არის ხო ცოტა ცუდი შეფასება არ მინდა, იმიტომ რომ არაფერი ცუდი ესე არ არის, ყველაფერი რაღაცას გვასწავლის სინამდვილეში თუ დავაკვირდებით. მაგრამ ამის საპირისპირო განვითარება შეიძლება იყოს უბრალოდ ის, რომ გადავწყვიტე, რომ აქ ამოვწურე, იმიტომ რომ გავაკეთე ყველაფერი ისი გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ ხვდები ახლა, რომ ის ადამიანი ირჩევს იმას, რასაც ირჩევს. და ესეც ძალიან დიდ ძალას მოითხოვს, რომ შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს პატივისცემ ის არჩევანში, ხელი კი არ ჩაიქნიო მასზე. ხელის ჩაქნევა სხვა არის. პატივისცემ ის არჩევანში, რომ თუნდაც არ უნდა ჯერ რაღაც გააკეთოს. სწორი გადაწყვეტილება ვეფხვი. შეიძლება შენ ეცადო რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ისევ საზღვრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენს პროცესებზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. მივდივართ იქამდე, რასაც ჩვენ კარმას ვეძახით საერთოდ ამ პარტნიორულ ურთიერთობებში და რაღაცები რაც უნდა გავიაროთ. ეხლა მინდა რომ გავავრცოთ თემა ლილასთან დაკავშირებით. როგორ გვეხმარება ლილა? როგორ უნდა როგორ უნდა ჩამოუყალიბოთ მას თუნდაც კითხვები სწორად, რომ სწორი პასუხები მივიღოთ და როგორ გვეხმარება ასევე ეს ტრანსფორმაციაში ან მის გაგრძელებაში და რო არ ჩამორჩეთ ამ გზას. აი მაგალითად მიიღო ადამიანმა დაიწყო რაღაცა ცვლილებები, უკეთესი მეს დამუშავება უნდა გავიდა ერთი კვირა და აბს მუშაობა უნდა. ესე არ არის, რომ ჩვენ რაღაცა მივიღეთ მარტო გადაწყვეტილება და რაღაცაც დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ კიდე სხვა რაღაცებსაც უნდა ჩაურმავდეთ, რაღაცა კითხვებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, ვეძებთ. მუდმივად ჩვენ ისედაც ადამიანები ისე ვითარდებთ კაცობრიობა, რომ სულ ვეძებთ რაღაცა კითხვებს, თუნდაც ჩემი გადაცემა არის, რომელიც ეძებს კითხვებზე პასუხებს და ეძებს ადამიანებს. ესე არის ადამიანის თვითონ შექმნილი. და ლილას და ტრანსფორმაციის თემა როგორ არის ერთობლივად აი ესეც რომ აგვიხსნა. ლილა არის ერთ-ერთი პროცესი, ერთ-ერთი პრაქტიკა, ესე ვთქვათ, რასაც ვიყენებ ხოლმე ადამიანთან მუშაობის პროცესში და ძალიან კარგ სივრცეს იძლევა, რომ საკუთარი თავი დავინახოთ. აი, წარმოიდგინე ხო ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც გვასწავლეს. ბაღში, მერე სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, მაგრამ არ გვასწავლეს თავარი, როგორ ვიცხოვროთ ცხოვრება. ეს ხო არსად არ გაგვივლია. და პირველ რიგში ეს დაკავშირებული არის იმასთან, რა კანონები არსებობს. აი სამყაროში რო გამოდიხარ, ცხოვრების სათამაშო მოედანზე, რა კანონები არის, რომელთაც უნდა იცხოვრო. როგორ უნდა მართო შენი შინაგანი სისტემა, ან ის კითხვები, რაც მეტნაკლებად ყველას გვიჩნდება ხოლმე, ხო? ვინ ვარ, რა მინდა, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე და თუ მეყოს იმამაცე, რომ ეს კითხვები დავსვა და შეიძლება პასუხებთანაც მივიდე, მე შემდეგი კითხვა მოდის, რომ კი, მაგრამ როგორ მივიღო მაშინ ეს ყველაფერი? აი თუ წარმოიდგენ, რომ აი ამ ყველა კითხვაზე შეიძლება გასცე პასუხი, აი ამას აკეთებს ლილა. აი ამ სივრცეს გიქმნის, რომ რაღაცნაირი ცნობიერების რუკა არის, შენი შინაგანი ცნობიერების რუკა არის, რომელიც გეხმარება დაინახო ზოგადად ეს ცხოვრება, შენი თავი ამ ცხოვრებაში და ურთიერთქმედება, როგორ ურთიერთქმედებს სამყაროსთან, აი ამ კანონზომიერებებს განახებს. და თან კარგი აქვს ის, რომ გეხმარება გვერდიდან შეხედო აი ამ პროცესს. ჩვენ ძალიან ხშირად სირთულეს რაც იწვევს ხოლმე არის, რომ ასოცირებული ვხდებით იმ პრობლემებთან, რაც გვაქვს.
არ გამომდის ურთიერთობებში რაღაც არ მუშაობს სამსახურში. შინაგანად არ გგრძნობ თავს მშვიდად. და აი ამ პრობლემაში შევდივართ რა, თითქოს ამ პრობლემიდან ვიყურები და აი მის იქით ვერაფერს ვეღარ ვხედავ, ახკმარი დავიწროვებული. ხო, გამოსავალიც არ ჩანს. მე ერთი და იგივეს ვიმეორებ, წრეზე დავდივართ. და ეს პროცესი გეხმარება, რომ ნაბიჯი გადმოდგა უკან, აი ზეთხედი გააკეთო და მიხვდე, რომ ეს მდგომარეობა ეხლა რაშიც ხარ, გარკვეული მიზეშედეგობრიობის შედეგი არის, ხო? რაღაცა ნაბიჯები გადადგი, რომელმაც აქამდე მოგიყვანა. რაღაც არჩევანი გააკეთე, რომელიც შეიძლება მაშინ ვერ გაიაზრე, მაგრამ მიხვდი, რომ ეხლა თურმე ამას განაპირობებს და საბოლოო ჯამში ეს გააზრება, ანუ ზეთხედიდან დანახვა შენი რეალობის, გეხმარება, რომ ცნობიერი გადაწყვეტილება მიიღო. და გზა გააგრძელო არა ავტომატურად, როგორც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, არამედ გააზრებით. და გააზრებით, როცა აკეთებ, თავისუფლებაც ხო ეგ არის, რომ დაინახე მოცემულობა და აირჩიო. ეხლა მარჯვნივ წახვიდე თუ მარცხნივ წახვიდე, თუ გაჩერდე ცოტა ხნით, თუ პირდაპირ წახვიდე, თუ უკან მოიხედო. ანუ აი ამ მრავალფეროვნებას გაჩვენებს და თან კიდე საინტერესო აქვს ის, რომ გეხმარება ეს შენი პატერნებიც დაინახო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად არის, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ და ვერ ხვდებით. აი გადაავლებ თვალს, ურთიერთობებში გიმეორდება იგივე. სამსახურში გიმეორდება იგივე, ოჯახში გიმეორდება იგივე და ვერ ხედავ აი ამ ურთიერთკავშირებს. და როგორც კი იწყებ აი ამ ურთიერთკავშირების დანახვას, უცებ რომ გამოხვედი ცხოვრებაში და ნახე, რომ იგივე დინამიკა ჩაირთო, აქაც არჩევანი გიჩნდება, რომ გაყვე ისევ ძველ გზას თუ რაღაც ახალი გააკეთო. და ამ პროცესში, როდესაც არიან ჩართულები და ნახულობენ, თქვათ, არჩევანი უნდა გააკეთოს. ძალიან რთული არის ჯერ რომ იმას ნახულობს ადამიანი, რომ რაღაცაში დამნაშავეა, ამის აღიარება. და ძალიან ხშირად კიდე თქვი კიდევაც მანამდე, რომ აი ცვლილებები არ უნდა. ვინც ცვლილებებს ირჩევს და სიმამაცეს ადგამს ამ ნაბიჯს. მის ცხოვრების ცვლილებები ხომ ნამდვილად მიდის წინ და წინ. კიდევ რას მისცემს ეს ყველაფერი და რას გაუხსნის კიდევ. ლილა არის ისეთი პროცესი, რომელიც არ არის ყველასთვის. ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმეს არ შეუძლია თამაში, მოითხოვს მზაობას, გარკვეულ მზაობას, კი. ამიტომ მე მაგალითად ესე ვაკეთებ ლილას, რომ აუცილებლად გვაქვს ხოლმე წინასწარ საუბარი, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სურვილს გამოთქვამს, რომ ყოველთვის ესეთი პრაქტიკები ძალიან დიდი ინტერესს იწვევს ხოლმე. მაგრამ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ესე ვმუშაობ ლილასთან მიმართებით, რომ ამ ადამიანებთან საუბრობ და ჩვენ ერთად გადავწყვიტავთ ხოლმე, ეს პროცესი არის მათთვის თუ არ არის. და პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად მაგის გააზრება, რომ რისთვის მინდა ეხლა ეს მე და რამდენად მზად ვარ, რომ ამ პროცესში ჩავერთო. რეალურად რას აკეთებს, იცი, რომ ერთ დღეში როგორც წესი თამაშის პრინციპი არის ესეთი, რომ დილით ვიწყებთ და შეიძლება არ ვიცი როდის დამთავრდება. არის ხოლმე რამდენიმე საათში მთავრდება, ყოფილა 13 საათი გვითამაშია, 14 საათი და ასე შემდეგ, ხო? ერთ ადამიანთან შეიძლება ამდენი ხანიც კი გაგრძელდეს. იმიტომ რომ პრინციპი არის ესეთი, სანამ არ გააცნობ, არ მიიღებ იმ ყველაფერს, არ დაარქმევ სახელს, არ აიღებ პასუხისმგებლობას, არ გადათარგმნი მოქმედებებში რაღაცებს, თამაში გატრიალებს წრეზე ზუსტად იგივენაირად როგორც ცხოვრება. საინტერესო ძალიან. როგორც კი მიიღე ეს ყველაფერი, მე ამთავრებ პროცესს. აი ეს კამათელი რაღაცნაირად იცი რისი სიმბოლო არის, შენი ურთიერთქმედება ცხოვრებასთან, აი როგორ დინამიკაში ხარ. ზუსტად ის ციფრი ამოდის, ზუსტად იმ უჯრაზე აღმოჩნდები, რომელი უჯრაც უნდა გაიარო და გაიაზრო. და ეს გეხმარება მაგიტო არის ხოლმე ძალიან ისეთი ინდივიდუალური და ამ საუბრის დროს ამას ვამოწმებ, ხო, აი ჩემს დაკვირვებებს უზიარებ ხოლმე და შეიძლება მივხვდეთ, რომ არა, ლილა არ არის ამ ეტაპზე, შეიძლება რაღაც სხვა პროცესი იყოს უფრო დამხმარე. ლილა არის ადამიანებისთვის, ვინც მზად არის, რომ დაინახოს, აი სიმამაცეც აქვს რაღაცა კუთხით, მზად არის იმ დისკომფორტებისთვის, იმიტომ რომ არ არის მხოლოდ სასიამოვნო პროცესი, იმიტომ რომ იქ ბევრ რაღაცას ისეც დაინახავ, რაც შეიძლება არ მოგეწონოს და არ ისიამოვნოს. კი და თან როგორ არის, იცი, რომ ამ სივრცეში მე როგორც ვაკეთებ ყოველ შემთხვევაში ლილას, არის 72 უჯრა, რომელსაც მოძრაობ.
თუმცა 72-ზე რა თქმა უნდა არ ხვდები, ხო? შეიძლება 4-5 უჯრაზე მოხვდე და ამით დამთავრდეს თამაში. შეიძლება 10-იან მეტი უჯრა გაიარო. თითოეული ეს უჯრა გვაძლევს ძალიან კარგ სივრცეს დაფიქრებისთვის. მთლიანი ცხოვრება, ეს 72 უჯრა არის რეალურად მთელი ცხოვრება. ეგოს ყველა პატერნი არის, ყველა სულიერი მისწრაფება არის, გეხმარება, დაინახო ისიც, რას მიყავ, რა გაძლევს რესურს ძალას და ასევე რა გაგდებს, იმიტომ რომ იქ ისრები და გველები არის, აი გველის უჯრები არის, მაგალითად, რომელიც დაბლა გაგდებს თუ გველზე მოხვდი და ის არის, რომელთაც ზემოთ მიყავ ხარ. ამიტომ რეალურად ყველა პატერნს გაჩვენებს და იმ მომენტში საკითხიდან გამომდინარე, რაც აქტუალური არის შენთვის, აი იმ უჯრებზე ხვდები ზუსტად. და დამატებით, რასაც ვაკეთებ ხოლმე კიდე და ლილა მაძლევს ამის საშუალებას, იმიტომ მარტო ცალკე აღებული ამ თამაშს არ ვთამაშობთ. იმის მიხედვით მოკლედ რომელ უჯრაზე ხვდები, რომელი საკითხი არის შენთვის აქტუალური, თან ვამუშავებთ ამას სხვადასხვა ინსტრუმენტალით, ხო, შეიძლება კოუჩინგის, ხელზე ორიენტირებული მიდგომები, განლაგება და ასე შემდეგ. საკმაოდ ინტენსიური დატვირთული პროცესი არის, არ არის მხოლოდ თამაში, თან იმ უჯრების დამუშავება არის. თუმცა ხდება ხოლმე, რომ მაგალითად შეიძლება ლილაზე მივხვდეთ, რომ არის რაღაცა თემა, რაც კიდე დამატებით მოითხოვს, თუნდაც ფსიქოთერაპიულ მუშაობას, იმიტომ რომ ტრამვული გამოცდილებაა და ეს ერთჯერადად, რა თქმა უნდა, არ გვარდება, მაგრამ აი დიაგნოსტიკურ მიზანსაც ასრულებს, გაძლევს სრულ სურათს, რაზე გაქვს სამუშაო და საბოლოო ჯამში გაძლევს სიცხადეს დემო ვერსიას ვეძახი, ის საკითხი რო გადაიჭრას, აი ამ საკითხის გადაჭრის დემო ვერსიას გაძლევს ლილა, აი მაგალითისთვის თუ თამაშობთ საკითხით ურთიერთობებში ჰარმონია გინდა ან კონკრეტული ფინანსური შედეგების გენერირება. ძალიან მრავალფეროვანია ხოლმე ლილა საკითხები, არ არის მხოლოდ სულიერი საკითხები, ძალიან მრავალფეროვანი და ეს განსხვავებული შეიძლება იყოს. გაჩვენებს ეს მოძრაობა, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ აი ეს მიზანი მოხდეს შენს ცხოვრებაში და შესრულდეს. და ამის დემოს გადიხარ და მთავარი მოგზაურობა იწყება, რომ დამთავრდება ხოლმე ეს პროცესი და ძალიან დიდი ეს ჩამონათვალით და ნაბიჯებით და გაცნობიერებებით, რომ მიდიან ხოლმე ადამიანები, ეხლა რას ვაკეთებ ხვალიდან მოქმედებაში. თუ არ გავაკეთე არაფერი. ერთ წელშიც იმ შედეგზე იქნები. უბრალოდ მე ეგ პირობა მაქვს, რომ სანამ მეორედ ითამაშებენ ჩემთან ლილას, ჯერ ვამოწმებთ, რომ ის რაღაცები, რაც წინა ლილამ დაანახა, რამდენად გადავიდა მოქმედებაში. ისე აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა, როგორ იმუშავა და რა გააკეთა, რა შედეგები მოიტანა და ასე შემდეგ და არ ვიცი, ძალიან საინტერესო შედეგები არის ხოლმე ყოველთვის. იმაზე მეც იღებენ ხოლმე, ვიდრე კონდათ განზრახვაში, ვინც მოქმედებას იწყებს. ისიც ყოფილა, რომ არ ვიწყებ მოქმედებას. მე მაგალითად მახსოვს, ლილა რო ვითამაშე პირველად მე თვითონ 7 წელი დამჭირდა, რომ ის რაღაცები გამეკეთებინა, რაც ლილაზე გავაცნობიერე იმ თამაში. 7 წელში დავაგვირგვინე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაციის მომცემი იყო. ძალიან დიდ ხანს ვითამაშე. და აი რაღაცა შემდეგი თამაში რომ მქონდა, მე თვითონ როგორც მონაწილე რომ თამაშობდი, მივხვდი რომ აი რაღაცა 7 წლები გავიარე იმ ყველაფრის გადმოტანაში მოქმედებაში. ამიტომ არ არის ისეთი მარტივი პროცესი, ძალიან დიდი არის. რამდენადაც მზად ხარ, ესე ვთქვათ, შენი ჭურჭელი რამდენადაც მზად არის, იმდენს გაძლევს და ყოველთვის იმაზე მეც გაძლევს რეალურად რა მოლოდინიც გაქვს, ეგეც ძალიან ისეთი აქვს. რა თქმა უნდა, რადგან უკვე მიმართულებასაც ნახულობ, რომ როგორ შეიძლება დაამუშავო ეს საკითხი საკუთარ თავში, ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის, რომ ადამიანები იკარგებენ ამის ძიებაში, ეძებენ მუდმივად, დადიან და ვერ პოულობენ და უკვე როდესაც ნახულობ, რაზე შეგიძლია რომ იმუშაო, რას გააყბე, როგორ გააყვე, აი ეს არის უკვე სწორის გამოდის, რომ ლილა სწორ მიმართულებას აძლევს და უკვე მე ერთ ჩვენზე ქმედება, როგორ გავაკეთებთ ამ ყველაფერს. პირველი ეტაპი, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ლილას ეტაპი არის საკითხის განსაზღვრა. კოუჩინგშიც ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, კოუჩინგში კონტრაქტს ვეძახით ამას და ლილაში და ნებისმიერ ესეთ პროცესში საკითხი ვარ, რას ვამუშავებთ. ამას განსაზღვრობთ ხოლმე და ამაზე ვსაუბრობთ პირველი ეტაპი. და ლილას აქვს ესეთი პრინციპი, რომ სანამ 6-იანს არ გააგორებ, თამაში არ იწყება. ამიტომ სანამ 6-იანი გაგორდება, საკითხს ვაზუსტებთ და ვიკულევთ. რა არის ახლა შენთვის მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რა უშლის და ამ ყველაფერს ხელს და საბოლოო ჯამში ვაყალიბებთ ხოლმე, შეიძლება იყოს კითხვის სახით, შეიძლება წინადადების სახით და ასე შემდეგ და როგორც კი 6-იანი გაგორდება, ვიწყებთ თამაშს და უკვე ეს პირველი ეტაპი და საკითხზე მუშაობა არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში
არ ვიცი, ძალიან ბევრი ახალი გაცნობიერების მომტანი. იმიტომ რომ საკითხის ჩამოყალიბებაც კი უკვე სწორად, რომ რა არის ეხლა ჩემთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური, ძალიან დიდ საქმეს გვიკეთებს და შეიძლება მოხდეს, რომ საკითხის ჩამოყალიბებას დაჭირდეს 2 საათი. შეიძლება 10 წუთში დაიწყოს თამაში. სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის ხოლმე დინამიკა, ხო, აი ადამიანების რო ვაკვირდები, ვინ თამაშობს ლილას და ძალიან მრავალფეროვანი არის. არ ვიცი, დაწყებული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მენეჯერები და მით უმეტეს, ანუ ადამიანები, ვისაც ეფექტურად უნდა, არ აქვს ძალიან დიდი დრო ეხლა პირობითად თერაპიაზე იაროს და ბევრი ამიტომ იწყებს ხოლმე ლილით, რომ დაინახოს რაღაცა დიდი სურათი და დიასახლისები, არ ვიცი, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები ან თავის გზას რო ეძებენ სტუდენტები და ბოლო არის ჩემი შვილი, რომელიც არის 6 წლის და გიждდება ლილას თამაშზე. 5 წლის რო იყო, მაშინ დაიწყო და რაღაცა რომ მოდის ხოლმე ჩემს სივრცეში, ის აქვს, რომ დედა მოდი ვითამაშოთ და სხვათა შორის ჯერჯერობით არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ამთავრებს ხოლმე ამ პროცესს 10 წუთში, 15 წუთში ან 20 წუთზე მეტი ლილა არ უთამაშია. ლაზარეს ჯერჯერობით 4-ჯერ თუ 5-ჯერ ვითამაშეთ უკვე. ანუ საკითხით, რაღაცა კონკრეტული საკითხით მოდის და როგორც წესი ლაზარეს საკითხი არის ხოლმე გართობა, თამაში უნდა. ხო, ანუ იქ ჩვენ ზრდასრულობაში თუ მინდა რაღაცა კარიერულად განვითარდა, იქ ამდენი ფინანსური შემოსავალი დავაგენერირო მაგალითად, ხო? ან რაღაც კონკრეტული ურთიერთობა დავალაგო, ლაზარეს საკითხი არის ხოლმე რომ რაღაც გართობა უნდა, ხიარულება უნდა. იწყებს თამაშს, მერე იმის მიხედვით რა უჯრებზე ხვდება. ვეკითხები, უსვამით ყველა უჯრას აქვს თავისი დასაფიქრებელი კითხვები. ამას პასუხობს ის თავისებური ბავშვური პასუხები აქვს ხოლმე, მაგალითად შეიძლება მიპასუხოს რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ და აი იმდენ ინფორმაციას მაძლევს ხოლმე საინტერესოს ბავშვურ პერსპექტივას, იმიტომ რომ თვითონ ლილა ნიშნავს თამაშს. და ლილას ფილოსოფია არის ეგეთი, რომ ცხოვრება არის თამაში. და ხანდახან ეს რო გვავიწყდება და რაღაცებს ძალიან სერიოზულად უყურებთ, ამ ასოცირებულები რო ხდებით ამ ავატართან, ძალიან დიდი ენერგია გადის ამ ყველაფერში და ბავშვების შემთხვევაში ესე არ არის. ბავშვების შემთხვევაში არის თამაში ყველაფერი და რო აღმოჩნდება ხოლმე მაგალითად უჯრაზე, სადაც ბრაზზე უმუშაობს და ვეკითხები, რომ დედა ვიზე ხარ გაბრაზებული და მეტყვის ჩემ ჯგუფელ ვიღაცაზე მაგალითად არის გაბრაზებული და რა მოხდა და მომიყვება იმ ისტორიას. და გაუშვებს ამ ბრაზს. მიზანი არის რომ გააცნობიო რომ გაუშვა ეს ბრაზი. აუცილებლად მოხდება ხოლმე ისე მე ისრებზე, ძალიან სწრაფად იწყებს გამოსვლა. შეიძლება ვიღაცაზე წენა კონდეს. მოკლედ იმის მიხედვით რომელ უჯრაზე მოხდები, ეს გაძლევს რაღაც ინფორმაციას შენ საკითხზე, შენს კონტექსტზე და ამას რო გაიაზრებ, გააცნობიერებ და გაუშვებ, თამაში იწყებ აღმოსვლას და მერე გამოდიხარ ამთავრებ თამაშს. ლაზარეს შემთხვევაში ეგრძელდება ხოლმე როგორც გითხარი 10-15 წუთი. დასრულებს ცოტა მეტი დრო გვჭირდება. აი ამ ყველაფერს რო გაუშვე, კი გავაცნობიერებ, ხვდები ახლა რომ ესე არ უნდა მოვიქცე, დავინახე რომ ეს ყველაფერი ამ შედეგებს მაძლევს, მაგრამ ეს ჩემი იდენტობა, ეს ჩემი ეგო მაინც ეჭიდება ამ ძველ პატერნებს, რომელიც აღარ მუშაობს. როგორც კი მიხვდები და ხანდახან და ხშირად რა არის ხოლმე, იცი რომ აი ამ წრეზე რო დაგატრიალებს, აი 5-ჯერ რო დაგატრიალებს თამაში და რო გაჩვენებს და რო დაიღლები და უთქვამთ ეგეთი გამოცდილება მქონია რომ დაინახა რამდენჯერმე დაატრიალა თამაშმა და ხვდება რომ აი რამხელა ფასს იხდის ემოციურად, თუნდაც ენერგეტიკულად იმაში რომ მუდამ ითვალისწინებს სხვებს და საკუთარ თავს არ უსმენს და იძახის რომ რა ვიცი ხა ესეც უნდა იყოს ნორმა არის. და როცა ხედავს ამ ყველაფრის გავლენას და ამბობს რომ კი, აი ამაზე უარს ვამბობ. იწყებს უკვე ზემოთ წასვლას. ხო, ანუ იმის მიხედვით რამდენად ხარ გახსნილი, მიმღებელი, გაჩვენებს ყველაფერს ძალიან მარტივად. თუ ეწინააღმდეგები, ისევე როგორც ცხოვრებაში, ფაქტიურად ცხოვრების სცენარი თამაშდება ხოლმე, ხო? და იქ ხედავ უბრალოდ ერთ სივრცეში, აი ამ ყველა პატერნს ერთდროულად და აი ამ შედეგებს, იმ გავლენებს მე რაც ამ ქცევებს მოაქვს ცხოვრებაში. სხვათა შორის ძალიან კარგი არის, რომ ზუსტად აი 10-12 წლის ასაკში მსგავსი თამაშები უნდა იყოს მიღებული, იმიტომ რომ ბავშვები ყველაზე მარტივად უშვებენ, ვიდრე უფროსები ძალიან ბევრ ამას, იმიტომ რომ
იქ რაღაცა ადამიანი, როდესაც რაღაც ცხოვრების გარკვეულ ციკლს და პერიოდს გადის, მაშინ მუშადება ის რაღაცა შურიც, ბოღმაც, ძალიან ბევრი რაღაცა ყველა ადამიანში არის ეს, ყველა ადამიანში ცხოვრობს ეს ენერგია, უბრალოდ არ გვიყვარს ჩვენ მასთან ურთიერთობა, მისი მხილება და მისი გამოჩენა. მალავთ, ბავშვები ამას არ მალავენ და აი დროულად რაღაცა ისეთი კარგი ის იყო, რომ ზუსტად სწორ ასაკში გადის ამ საფეხურებს, რომ ის უკვე დაამუშავებს, როგორ უნდა გაუშვას ლილას გარეშეც კი. კი. იმიტომ რომ რეალურად გამოდის, რომ ფსიქიკის ჯამრთელი ფუნქციონირების სქემა არის, ხო? ანუ ხვდები, რომ კარგი, შენ გინდა კარგად იყო, მაგრამ თან გაბრაზებული იყო, თანამდენი წყენა ატარო, თან გშურდეს, არ გამოდის. სხვადასხვა შურის უჯრაც არის. ლილაზე ერთ-ერთი უჯრა არის, რომელიც მოგზაურობის დროს გვხვდება ხოლმე და გველია, როგორც წესი დაბლა გვაგდებს და რატო გვაგდებს დაბლა, იცი, რომ ძალიან ხშირად ადამიანები ამას ვერ ვიაზრებთ. შურის უკან ყოველთვის დგას შენი შემზღუდველი რწმუნებულება საკუთარ თავზე. ანუ აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ სხვისი წარმატება არ გიხარია. პრობლემა არის ის, რომ შენ თავზე გაქვს პატარა წარმოდგენა. გგონია, რომ შენ არ გამოგივა იგივე რაღაც და ამიტომ გშურს. ამის გაცნობიერება არის მნიშვნელოვანი, რომ დაინახე, რომ არ გაგიხარდა სხვისი კარგი, ესე იგი, სადღაც შინაგანად შენ თავს უთხარი, რომ არ შეგიძლია შენ თვითონ ეგ და ეგ არის დაბალ ენერგეტიკული მდგომარეობა ყოველთვის გაგდებს. ვიბრაციის დაბლა. აკეთებს კიდე რას, რომ შენ იწყებ შიში სტრატეგიებიდან მუშაობას. შიში სტრატეგიებიდან მუშაობა რა არის? თავდაცვაში ხარ, აქ აგრესია მოდის, ვიღაცები ამ დროს იკეტებიან, იმალებიან, ამ პირიქით ზედმეტად იწყებენ წარმოჩენას, რაც პატერნი და სტრატეგია არ უნდა გქონდეს, რომელიც არ გემსახურება, იმიტომ რომ აქედან წარმატებაც რო ააშენო, არ არის მყარი წარმატება, იმიტომ რომ ეფუძნება იმას, რომ შენ რაღაცები არ შეგიძლია და რაღაცას უმტკიცებ და თამაში მაგას გაჩვენებს ზუსტად, რომ შური ცუდი კი არ არის. დაინახე რა შემზღუდველი რწმუნებულება დგას, სად ატყუებ შენ თავს ეხლა, რომ რაღაცები არ შეგიძლია, გაუშვია ეგ, იმიტომ რომ შემოქმედი ხარ შენი ცხოვრების. თუ გინდა რაღაცა შეცვალო და გააკეთო იგივე, გააკეთე და პირიქით ზოგ შემთხვევაში ეგეთი ადამიანი შეიძლება მიმართულების მიმცემი იყოს, ხო? ანუ რო არ გიხარია და თუ აი გააცნობიერო შური არის, შეიძლება იმ ადამიანმა მიგანიშნოს და მიგიშუქოს იქითკენ, რომ ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანი. მინდა აი ესეთი გამოცდილება რა. მეც მინდა, არ ვიცი, ხა პოდკასტი მქონდეს პირობითად, ხო? პოდკასტერის თუ შეგშურდა ვიღაცის, ეხლა იმ დღეს შემომხვდა პოსტი, რომ რაღაცა რა ყველამ პოდკასტი გააკეთაო და ჩემთვის ფიქრობდი, რომ რა ვიცი, მაგაზე კარგი რა არის. კარგ რაღაცებს ლაპარაკობს ეს ხალხი და გააკეთოს ბევრმა პოდკასტი და ვისაც უნდა იმან გააკეთოს პოდკასტი. მაგრამ ეგება და შენც გინდა რომ გააკეთო და სხვების გაკეთებული რაღაცა მაგიტო გიშლის ნერვებს. შეიძლება ეგრეც არ იყოს, მაგრამ მინიმუმ დასაფიქრებელი არის, რომ რატომ აღიზიანებს სხვა ადამიანების რაღაც გამოვლინებები, ხო? ანუ საკუთარ თავში როცა მაქვს უნარი ჩავიხედო, გავთავისუფლდე, ვიწყებ ასვლას, ხო და მე თუ მინდა რომ 7 ვიყო, თან ბედნიერი ვიყო, თან რეალიზებული ვიყო, ამ მდგომარეობიდან არ გამოდის უბრალოდ, აი შურის მდგომარეობიდან, შიშის მდგომარეობიდან, ამ არასაკმარისობის განცდებიდან არ გამოდის და აი ამ ყველაფერს როცა იაზრებ, უკვე შენი ფოკუსი გარეთ კი არ არის, რომ ვიღაც გააკრიტიკოს, შიგნით შემოდის, რომ აბა მე რა მინდა და რა გავაკეთო ახლა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეს. ენერგიაც შენი გავლენის ზონაში შემოდიხარ, მე აღმოჩნდება, რომ ის შედეგები მოდის შენს ცხოვრებაში და თუ გარეთ არის გატრიალებული და შურის შემთხვევაში კიდე ეს ხდება, იმიტომ რომ ეგეც კულტურული თემა არის ალბათ, რომ ერთი აი რამდენად მაქვს დანახული, მაგრამ მეორე არის, რომ საერთოდ არ ვაღიარებ და ვიძახი, რომ ანუ ცუდი მგონია და ჩემს თავს უფლებასაც არ ვაძლევ, ანუ შურიანი ჩემი ვერსია არ მომწონს. ძალიან ბუნებრივი და ადამიანური არის ეგ მდგომარეობა და რამდენადაც მიიღებ აი ამ შენ ყველა ვერსიას, რეალურად მე რეიწყებ აღმასვლას, იმიტომ რომ შემოქმედებითობა და შენში საკუთარ ძალასთან კავშირი არ ნიშნავს, რომ წინვალება ხარ მხოლოდ და ნათელი ენერგია არა, ჩვენში შავიც არის და ამ ორის ბალანსი არის მთელი ამოცანა და შენ თუ თრგუნავს სულ და იძახი რომ მე ახლა ესეთი არც მშურს, არც ბრაზდები, არც არავის არ მწყს, საერთოდ არ ბრაზდები რომ მეუბნებიან. არ არსებობს ხო მსგავსი რამე. არა, ბრაზზე გვაქვს სამუშაო როგორც წესი. ბრაზი არის
ენერგია რეალურად, რომელიც გაძლევს ძალას მოქმედებისთვის და თუ არ ბრაზდები, ესე იგი რაღაც საკითხები არის, რასაც მინიმუმ უნდა შევხედოთ იმისთვის, რომ ეს ენერგიის გამო თავისუფლება მოხდეს. რანაირად გინდა თან მოქმედებაში იყო, თან არ ბრაზდებოდე. ოღონდ აქ არის გულისხმება ის, რომ ახლა რაღაც ეტაპზე ადამიანებს მიმღებლობა ძალიან გვეზრდება და ადრე თუ მიდიოდი მაგალითად და საცობში ვიღაცა ცუდად რო ჩაგიჭრის ან რო დაარღვევს და რო ლანძღავდი და ეხლა რო აღარ ლანძღავ, იმიტომ რომ მიხვდი რომ იმას თავისი გაჭირვება აქვს და ეს რაღაცები შენ კინოში რო აღარ შემოდის, მაგას არ გულისხმობ რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად რო საერთოდ არ ბრაზდები, მაშინ როცა 21 საუკუნეა, სოციმედია გვაქვს, ამდენი ამბავი ხდება ჩვენს ირგვლივ ამდენ ურთიერთობაში ვარ, შეიძლება ეგ მეუბნებოდეს, რომ ბრაზთან უბრალოდ მეგობრობა მაქვს შესაქმნელი, იმიტომ რომ რეალურად არის ძალიან დიდი ძალა და ენერგია შინაგანი, რომელსაც მიმართულების მიცემა ჭირდება. ცუდი არ არის. მოკლედ ამ ყველა ელემენტის გააზრების საშუალებას გვაძლევს ეს პროცესი. მაგიტომ მიყვარს, მე ზოგადად მიყვარს ეფექტური პროცესები. ძალიან კარგია. კი, ეფექტურად რომ დავინახოთ, იმიტომ რომ ესეც ალბათ იქიდან მოდის, რომ კოუჩინგის ფორმატში ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე შეხება. დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში ესი არის უფრო და ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ რადგან ეფექტური პროცესი არის საკმაოდ კოუჩინგი, ბიზნესები იყენებენ. აქედან გამომდინარე, მენეჯერებს როგორც საშუალო მაღალი რგოლის ხშირად მიწევს ამ ადამიანებთან კონტაქტი და ურთიერთობა და როგორც წესი ეს პროცესი ყველას აქვს ხოლმე, რომ სწრაფად უნდათ, ხა ერთი წელი სადღაც იაროს, ამისთვის ან დრო არ აქვს, ან ჯერ ეს მნიშვნელობა არ აქვს მინიჭებული და ესეთი პრაქტიკები საშუალებას იძლევა, რომ აი ერთ დღეში იმდენ ინფორმაციას იღებ, რომ აი ხშირად უთქვამთ ხოლმე, ვისაც ნათამაშები აქვს ჩემთან ლილა, რომ არ ვიცი, აი თერაპიაზე რომ რაღაცა 6 თვეში ან წელიწადში გავიაზრე რაღაცები, იქ ყველაფერს გილაგებს, მთლიან სურათს გაძლევ შენი შინაგანი სისტემის. ძალიან საჭირო არის ვფიქრობ და ზუსტად ეს ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყონ ადამიანებმა, კარგი იქნებოდა ალბათ ჩვენს ბავშვობაში მსგავსი რამე გქონოდა და დღეს რადგან შესაძლებლობა არის უკვე ცვლილებებს, როდესაც ადამიანები დროულად ვიწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას, აღნიშნეთ, რომ ყველა ენერგია ჩვენში ცხოვრობს, ჩვენ ადამიანები ვართ, ის ბრაზიც იქნება, ის შურიც იქნება, ეჭვიც იქნება, ბევრი რაღაცა იქნება. უბრალოდ ვინ როგორ რა დოზით გამოიყენებს, როგორ დაამუშავებს ამ თვითნებით დაკავებულები, ძალიან კარგი არის ეს, რომ თუნდაც ერთხელ სცადონ ადამიანებმა თუნდაც რაღაცა ცვლილება, იმიტომ რომ არ არის მარტო მე ვთქვი, კი, პირველად იყო სიტყვა და მე შეიქმნა სამყარო, მაგრამ ამ სიტყვას უნდა დაქმედება ყოველთვის და ეხლაც ძალიან საინტერესო იყო ეს თემა, ჩემთვის ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ჩვენს მაყურებელს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს და წინ გადადგან ტრანსფორმაციის ცვლილებებისკენ და იპოვონ, სად არის ის კითხვები და ის პასუხებიც იქვე ამოხსნან და იცოდნენ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავი. ეს არის მნიშვნელოვანი. მე თქვენთვის მაქვს საჩუქარი. მაღაზია თილისმამ გამოგიგზავნათ საჩუქრები, ასე რომ გადმოგცემ გვანცა. სიამოვნებით. ესეთი საჩუქრები გაქვს და ძალიან სასიამოვნო იყო შეხვედრა. როგორც გაგიხარდება. მოდი ვნახოთ აქვე. მოდი ნახე. ჩემს სივრცეს შეავსებს დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგი. სხვათა შორის წელში ვარ დაბადებული. წითელი კონვერტები ჩაგილაგე, სადაც შეგიძლია შენი სურვილები დაწერო. ესეთი ჯადოსნური. ჯადოსნური სურვილებისთვის არის ეს და ასევე ვეცადე რომ რაღაცა მინერალების სამეჯურიც ჩაგიდე, მოგეწონება გამიხარდება. მინერალები ძალიან მიყვარს და მოდი ეხლავე შევიმკობ ჩემ თავს. სერდოლიკები არის საკმაოდ ჰარმონიული ქვა არის და აი ძალიან ლამაზია, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გვანცა რომ გამონახეთ რომ მოხვედით ჩემთან ჩვენ ეს ისეთი თემა არის რომ ვერ ამოვწურავთ მაგრამ ძალიან საინტერესო მესიჯები მიიღეს დღეს ადამიანებმა ამიტომ დროულად დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა მოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა და წინ წარმატებისკენ ბედნიერ დღეს გისურვებთ